ჩვენ რაც არ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ არ ცხოვრობთ რაღაცნაირად ცნობურ ქალაქში და ცნობური არ არის ჩვენი საზოგადოება, არის, მე ვიტყოდი, რომ ნამდვილად არის, იმიტომ რომ მე არასოდეს არ ვიტყოდი იმას, რაც მაგალითად საკუთარ თავზე არ მაქვს გამოცდილი და ყოველ თუ არა რაღაცა ფეხის ნაბიჯზე არ შევხვედრილ ასეთ ადამიანებს ან არ ხვდები. ჩემი მამა პაპა ჩასული დუშეთის რაიონის სოფელი ტონჩი და იგოეთში და მახსოვს ერთადერთი გვარი ვიყავით სოფელში. და აი გვეძახდნენ ტონჩელებს რა და მახსოვს მათი გამომეტყველება, როდესაც ამბობდნენ ხოლმე აი ეს ვინ არის მაგალითად იკითხავდა ვიღაც ტონჩიანთ მაკა ან ტონჩიანთ ქე და აი ვერ ხვდები აი ეხა ვფიქრობ რომ აი ტონჩიანთ აი რატო ქონდათ ეგეთი სახე არ ვიცი, იმიტომ რომ ჩვენ იქაც ვიყავით ჩასულები გესმის და არ ვიყავით იქაურები. აი იქ ხო არის რაღაცა გვარები, რომლებიც არიან აი რაღაც ძირძველი იგოეთელები რა და იქაც რაღაცა ერთი გვარი რაღაც მერე ჩამოვედი თბილისში და ერთი სიტუაციას გეტყვი, რაღაცა ცოტა უცნობი გარემო იყო, უცხო გარემო და ამბობენ, ნუ აი გაივსო რა ერთ-ერთ ცენტრალურ ძალიან ჩემთვის საყვარელ უბანში ვისხედით და გაივსო ეს ქალაქიო ჩამოთრეული სოფლელებითო და ქალაქს აღარ გავსო და რაღაცა და ნუ მიდის იცი რა ხდება ჩამოთრეულებზე და ამ დროს მე ხო ანუ ჩემზე ამბობენ რა ესეთი სიტუაცია და უცებ მეკითხებიან აი 2 წამის შემდეგ რომ შენო საი რომელი სკოლა და მეთქი აი იმდენად როგორ გითხრა უხერხულობაში არ მინდოდა ჩამეყენებინა ეს ადამიანები ეხა ისეთი რაღაცები ილაპარაკეს ჩამოსულებზე რომ ვიფიქრე რომ ნუ რაღაცა ეხა ბოდიშის მოსახდელად არ გაუხადო საქმე თქო პირველ სკოლაში ვსწავლობდი თქვი ანუ აი დავმალე რა ჩემი პირველ სკოლა ის აღარ მეშვება ეხა და არ არსებობს ხა მე ვარ ჩემი მხრიდან მართალი იმიტომ რომ იგოეთში არის ერთი სკოლა და პირველი სკოლა თქვით იმიტომ რომ მე ხო არ მინდა რომ მოვიტყუო გესმის და ეს არა მოიცავ კაცო პირველი სკოლაო შენო პირველი სკოლაო რამდენ წლიანი ხარო და აი რაღაცა აი აღარ მინდა რომ აი გადამაქვს სხვა თემაზე ლაპარაკი რომ იმიტომ რომ ისეთი ტიპი ხარო რომ ჩვენო უეჭველიო გვეცნობებოდაო შენთან სწავლობდაო ისო ხო იცი როგორც იცი ახლა და ნუ მოკლედ კიდევ კარგი რომ რაღაცნაირად მსახიობურად დავძვერი ამ სიტუაციიდან რომ რაღაცა ესეთი თორე ჩვენ როგორ არა ჩვენ ცხოვრობთ დღესაც კი აი რაღაცა უბნელებზე და ჩემმა შვილმა პატარა იყო მაშინა თინანო და ერთ-ერთ თავის მეგობარზე რომ მამუბნიდან არისო და მეთხარი აბა ეხა თინანო დამშვიდი დაწყნარდი და საერთოდ მე მგონია რომ ჩვენ რაღაცნაირად და ოჯახიდან მოდის ეს ალბათ არ ვიცი ჩვენ ცხოვრობდით ძალიან ერთიან ოჯახში, როგორ თქვა ერთიან, აი წარმოედგინე მამიდები მე მრავალშვილიანი ოჯახის ასე ვთქვათ შვილიშვილი ვარ რა, პაპა ჩემს და ბებია ჩემს 6 შვილი ყავდათ, მამა ჩემის თან ესე იგი ხო მამა ჩემი იყო მე-6 ბოლო ნაბოლარა და აი ძალიან სტუმრიანი ნათესავები, ბევრი ხალხი ჩმოდიოდა, სტუმრიანი ოჯახი იყო და სხვა ჩვენ ძალიან მენატრება ეხა ეგ პერიოდი. მადლობელი ვარ ჩემი მშობლების და ჩემი წინაპრების ერთი რამისთვის, იმიტომ რომ მგონია რომ ეს ყველაფერი გენეტიკით გადაიცემა. აი არა მოშურნეობა, არა ბოღმიანობა, ის სიკეთე, აი რომელიც მე მომეცა მემკვიდრეობით აუცილებლად. მე მინდა გითხრა რომ აი ამ ინტერვიუსაც ვინცაც არ მოვწონ ვარ არ მოისმეს და პირდაპირ იმას დაწერს, რაც უნდა რომ დაწეროს. აი, ხვდები? ამით აქედან გამომდინარე, არც არ ვკაიგოგობ, როგორ გითხრა, აი ახლა რასაც ვლაპარაკობ, არ ვკაიგოგობ, რომ ვიღაცას ჩემზე აზრი შეუცვალო. იმიტომ რომ იმას, ვისაც არ უნდა რომ მოვწონდე და არ მოვწონ ვარ და მას აქვს გადაწყვეტილი და მიუღებელია მაკა შალიკაშვილი მისთვის
ტიპაჟი, როგორც ადამიანი თავის შემოქმედებიანად, აი რომ ხარაკერი გავიკეთოთ, საზოგადოება არის ისევ ისეთი, როგორიც იყო, ისევ სიკეთეა, ისევ ბოროტება და მე ეს ვიცი. მახსოვს ერთ-ერთ გადაცემაში მივედი, უბრალოდ სრულიად შემთხვევით შემხვდა ეს ადამიანი ჩემზე საუბრობდა რა, რომ ერთ-ერთო გადაცემაშიო მოვიდაო ადრეო ჩემთანო და სულექსებით ლაპარაკობდაო და ძალით თითქოს მე ძალით ვეუბნებოდი რომ ლექსი წამაკითხეთ, ლექს წავიკითხავ. აი ზუსტად მახსოვს ეს რუბრიკაც, ეს გადაცემაც ბიჭი ნამდვილად არ მახსოვდა სახეზე, უბრალოდ რომ მოყვა, გამახსენდა. აი არ ვკადრულობ რა, ნაღდათ არ ვკადრულობ პასუხის გაცემას, უბრალოდ ყოველთვის თვითონ მთხოვა რომ გეხვეწები ლექსი წამიკითხეო და ეხა უცებ აღმოჩნდა რომ რაღაცნაირად აი წარეთ ურცხვად იტყუება რომ მე ოდესმე ვინმესთან მივსულიყავი და გეხვეწებით ლექსი წამაკითხეთ. აი ეგეთი რამე არ ყოფილა და მეორეც ვინც ჩემს ლექსებზე ქონდა, მაგრამ აბულინგებდა რა, მაბულინგებდა, ეხა ბულინგი ქვია, თორე შეურაცხყოფას მაყენებდა პირდაპირ. აი რაზე არ ბრაზდებიო მკითხე და აი ეგეთზე არასოდეს არ ბრაზდები. ნახე, ჩემი დანიშნულება არის რა? რომ ლექსი გავაგებინო ადამიანებს. ნახე, ყველა ის ადამიანი, რომელიც გონია, რომ მე დაამცინის და ჩემ ლექსებს ამბობს, სიტყვით, არაფერი არ ეშლება, თავიდან ბოლომდე იმ ლექსებს ამბობენ და მე ვარ ბედნიერი. ჩემი დანიშნულება არის ეგ, რომ ადამიანმა ლექსი გაიგო, ისწავლა და ამბობს. აი ლექსებზე მინდა ერთი რამ თქვა, ყველაზე კარგი შეფასება იყო ერთხელ, როდესაც მე საჯაროდ წავიკითხე ლექსი, დამირეკა ერთმა ჩემმა მეგობარმა და მითხრა ეგეთი რამე, რომ მეზიზღებია ლექსის მკითხველებიო. აი ვერ ვიტანო აი ლექსებს რო კითხულობენო და აი შენო რაღაცა გულწრფელად კითხულობო და შენი მომეწონაო. ეხლა რა ხდება ამ ლექსებთან დაკავშირებით? აუცილებლად მინდა ვთქვა, მეც მეზიზღება ლექსის მკითხველები. ნახე ეხლა რას ვამბობ, აუცილებლად განმარტავ ამას. არც ლექსი მიყვარს და არც ლექსის მკითხველი. თუ არ არის იმ ლექსში შენი იმ წუთს კონკრეტულად შენი სათქმელი, რომელიც შეიძლება შენ ვერ თქვი, არ თქვი, დაინდე, ან საკუთარი თავი პირველ რიგში, მაგრამ ვერ შეიკავე ეს ყველაფერი, არ შეგიძლია ეს რომ არ თქვა და ამიტომ იმ წამს, ან მეორე წამს, ან თქვი ლექსით. ყველა ლექსი ჩემი წაკითხული არც მე არ მომწონს. ძალიან ბევრი ლექსია, რომელიც არ მომწონს, სხვანაირად წავიკითხავდი და სხვათა შორის გარემოს აქვს ხოლმე ძალიან დიდი მნიშვნელობა, აი ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ მერიდება ხოლმე, მაგრამ აი რაღაცა ხანდახან გთხოვე, რომ წაიკითხო ლექსი და იცი რა არის, გარემოა, ლექს სიმშვიდე უხდება, სიწყნარე უხდება და ხანდახან ხმამაღლა გარემოა ისეთი ხმაურია, შენ ტემპორიტმი იმატებს და სულ სხვანაირად კითხულობ და ეს სხვათა შორის მინდა იმ ადამიანებს უთხრა, რომ მეც ძალიან თვითკრიტიკული ადამიანი ვარ და ბევრი რამე ეს მაკაშალიკაშვილის წაკითხული საერთოდ არ მომწონს კაცო. ლექსი ჩემი სიცოცხლეა, ლექსი ჩემი ცხოვრებაა, ლექსში სათქმელი ჩემი გამოსავალია, ჩემი პროტესტია, ჩემი ტკივილია და ყოველთვის ყველაფერს თუ გინდათ გაიგოთ რა პოზიციაზე ვარ, რას ვფიქრობ, რა მტკივა, რა მიხარია, მოусმინეთ ჩემს ლექსებს და ყველაფერს მიხვდები.